პროცესი ობიექტურობიდან იყო ძალიან შორში, ვინაიდან მოსამართლე ლაურა მიქავამ დაარღვია საერთო სამართლის ძირითადი პრინციპები, ესენია მხარეთა შეჯიბრების ზონის და თანასწორობის პრინციპი და დაარღვია ასევე დაცვის უფლება. მოსამართლემ დაცვის მხარეს არ მისცა საშუალება, რათა გაცნობოდა ადმინისტრაციული წარმოების საქმეს. ასევე მოსამართლემ მიქავამ დაცვის მხარეს არ მისცა საშუალება, რათა სასამართლოზე დაკითხულიყო მოწმეები, ანუ დაცვის მხარის მოწმეები. ეს იყო მორიგი პოლიტიკური პროცესი და კახამიქაი არის მორიგი პოლიტიკური პატიმარი და მსხვერპლი ამ დღევანდელი ხელისუფლების და რეჟიმის. კახამიქაი დააკავეს ჩემი თანდასწრებით სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილმა პოლიციის ხელმძღვანელმა კირიამ აბსოლუტურად უსაფუძვლოდ ისევე როგორც მე და ჩემი რამდენიმე თანამებრძოლი, იგივე ხარისხით, იგივე სიტყვებით გამოთქვამდა მწვავე უკმაყოფილებას სერგო ჩაჩიბაიასთვის პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილების გამო. ამ ქვეყანაში თუ კახამიქაია იყო ამისთვის დასასჯელი, მაშინ დასასჯელები ვიყავით ყველანი, მაგრამ ის ამოიღეს ამ ეტაპზე ნიშანში, რადგან შეეშინდათ, რომ ის მიტინგზე სიტყვით გამოვიდა და ეს იყო მთლიანად საქმის ფაბულა. მისი ადმინისტრაციული საქმე განიხილა აბსოლუტურად უცოდინარმა მოსამართლემ ლაურა მიქავამ, რომელსაც დაზეპირებული აქვს კოდექსების სახელწოდება. მართლმსაჯულება არ არსებობს არა მხოლოდ იმიტომ, რომ მოსამართლეები არიან მთლიანად ახალაიებზე დამოკიდებული, არამედ იმიტომ, რომ საქართველოს სამწუხაროდ ჰყავს არაკომპეტენტური, გაუნათლებელი და მოსამართლის სახელის უღირსი მოსამართლეები, რომლის კლასიც დღეს აჩვენა ლაურა მიქავამ. ეს იყო კომედიური შოუ, ეს არ იყო სასამართლო პროცესი.